მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათსა. არა და ცოტა მერე ჩვენ გავდივართ გირჩი TV-ს ეთერში, ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მოკლედ Facebook გვერდზე, YouTube გვერდზე კრიპტობაზარი და ამოგიგდებთ ჩვენ გვერდს, ასევე Twitter-ზეც შეგვიძლია ვნახოთ და ლადოს დახმარებით Twitch-ზეც კი და მოკლედ დღეს 12 საათზე უფრო ადრე დავიწყეთ და ეს მოსალოცხი დღე არის მოკლედ ჩვენთვის ასე ვთქვათ, ჩვენ განვიხილავთ ხოლმე კრიპტოსიახლეებს თუ რა ტენდენციებია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები და ასევე განვიხილავთ თუ რა შეიძლება იყოს სამომავლოდ ესა თუ ის საინტერესო მიმდინარეობა, ასე ვთქვათ, ამ ბაზარში. ეხლა კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. Bitnet-ზე მოკლედ აი ახლა გამოჩნდება QR კოდი, სადაც თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ Bitnet-ზე, პირველ რიგში დარეგისტრირდეთ, შემდგომ გაიაროთ ჩვენი რეფერალური ლინკით რეგისტრაცია და ვერიფიკაცია, რაც ძალიან მარტივია და თუ გინდათ კრიპტოს ყიდვა ან გაყიდვა, ან გადაცვლა, გადმოცვლა სიტყვაზე, ან ბარათით მარტივად ყიდვა, ორივე ბანკის, TBS ბანკის და საქართველოს ბანკის ხარდაჭერაც აქვს, მოკლედ თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი მარტივად გააკეთოთ და ასევე თუ ფიზიკურადაც გინდათ მისვლა, მოკლედ კრიპტობაზრის ჯგუფში თქვენ ნახავთ მიმაგრებულ პოსტს, სადაც მარტივად ნახავთ ინსტრუქციას თუ როგორ მიხვიდეთ მოკლედ Bitnet-ში ადგილზე და როგორ შეისყიდოთ ადგილზე კრიპტო, ან გაყიდოთ ადგილზე კრიპტო, მოკლედ სულო და გულო ყველანაირი სერვისი არის იმისთვის, თქვენ თუ ზოგადად კრიპტოს ყიდვა გინდათ, რომ იყიდოთ კრიპტო მარტივად. ტრადიციულად მოკლედ გადაცემის პირველ ნაწილში მიმოვიხილავ სიახლეებს, გადაცემის მეორე ნაწილში შევეცდები თუ ბაზარი განვიხილო ფასის კუთხით და მესამე ნაწილში თუ იქნება რა თქმა უნდა კითხვები, შეძლებს და გვარად უპასუხებ თქვენს კითხვებს. ასევე არ დაგავიწყდეთ და ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან Facebook-ზე ეგრეთ წოდებული shadow banning გვაქვს, რაზეც საუბრობს ხოლმე მოკლედ ლადო ხშირად ხოლმე, გააზიარეთ თუ გაინტერესებთ ჩვენი კონტაქტი, ასევე დაალაიქეთ, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა ნახოს, სამწუხაროდ ზოგიერთ ადამიანები არ მიდის მოკლედ ჩვენი კონტენტი ამის გამო, ასევე თუ YouTube-ზე ხართ, რა თქმა უნდა, YouTube-ზეც დაგვასაბსქრაიბეთ, ანუ გამოგვიწერეთ და იქ უცებვე ნახავთ ჩვენ ახალ ვიდეოებს. მოკლედ, რაც შეეხება პირველ სიახლეზე და გადავიდეთ უკვე პირველ სიახლეზე. პირველი სიახლე საერთოდ საინტერესოა. World Liberty Financial-ზე არის საუბარი პრინციპში, მის სტაბილურ coin-ზე USD1 CoinMarketCap-ზე შეგიძლიათ ნახოთ ეს USD1 და ეს სტაბილური coin-ი ბაზრის კაპიტალიზაციით top 50-ში არის, 40-დან 50 ადგილს იკავებს. გააჩნიათ თქვენ CoinMarketCap-ზე ნახავთ ამას თუ CoinGecko-ზე. საკმაოდ ინტერესი გამოიწვია ამან და ერთ-ერთი ფირმა MGX-ი შეეცდება სწორედ რომ ამ სტაბილური coin-ით, მოკლედ ამ სტაბილური coin-ით იყიდოს Binance-ის წილები და ესეც ერთგვარად პირველი ტრანზაქცია იქნება, თავიდან არ იყო დასახელებული თუ რომ სტაბილურ coins გამოიყენებდა, ეს იქნება პირველი ტრანზაქცია, რაც დიდი ტრანზაქცია, რაც განხორციელდება USD1-ზე. ასევე USD1 დიდი ალბათობით World Liberty Financial-ის DeFi პროტოკოლშიც გამოიყენება, მოკლედ მარტივად შეგახსენებთ, ვინც არის ის ტრამპისა და ტრამპის ოჯახის მიერ შექმნილი DeFi სისტემა არის, რომელიც რატომ უნდა შეისყიდოთ, მე ვერ გეტყვით. მსგავს არაფინანსურ რჩევასაც კი ვერ მოგცემთ, მე პირადად არ ვიცი. შეიძლება მანიპულაციებს, სამომავლო მანიპულაციებს თუ ელოდებით, რა თქმა უნდა, სამომავლო მანიპულაციის კუთხით და რისკების გაზრების კუთხით თქვენ შეგიძლიათ შეისყიდოთ, მაგრამ თანჩერი მე არ მესმის. ასევე USD1 რომ შევადაროთ სხვა სტაბილურ coin-ებს, USDC და USDT მთლიანად რო ავიღოთ, მათი ბაზრის კაპიტალიზაცია სტაბილურ coin-ებში არის 91% და USD1 განსხვავებულს რას გვთავაზობს, ესეც არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. USD1-მა უნდა თქვას ასევე სხვა რითი იქნება ბონდების გარდა და ასე ვთქვათ რეალური ღირებულებების გარდა რითი იქნება განყარებული, განსხვავებული USDT-სგან და დაუშვათ USDC-სგან, რომელიც პრინციპში ამა თუ იმ ადგილას უპრობლემოდ ოპერირებს, ნებისმიერ არ არსებობს თითქმის რეგულატორი, რომლის მოთხოვნას ან ერთი არ აკმაყოფილებს, ან მეორე და შესაბამისად რაში გვჭირდება USD1 მოკლედ სტაბილურ coin-ი არ გვესმის, იმედია ახსნიან ამას სწორად, სხვა შემთხვევაში დაველოდოთ ზოგადად სტაბილური coin-ების მიმართ ანალიზი ესე რა
ერთ-ერთი სტაბილური coin, რამაც პრინციპში ბაზრის ასე ვთქვათ ვარდნა 2022-ის გააზაფხულის ბოლოს მაისში თუ არ ვცდები გამოიწვია, იყო Luna plus Lunas UST, რომელიც ალგორითმული ეგრეთ წოდებული და საბოლოო ჯამში ალგორითმულიც არა მოჩნდა სინამდვილეში და არანაირი სწორი მექანიზმით არ იყო მისი ასე ვთქვათ გამოშვება ბაზარზე და ისგან განსხვავებით დაიც ალგორითმულო სტაბილური coin-ია ყოველ შემთხვევაში USD1-ის არსებობა ბაზარზე არ ვიცი. როგორც meme coin-ის არსებობა ბაზარზე ასე ვთქვათ ცოტა უცნაურია, ასევე უცნაური არის მოკლედ ამ პროდუქტის არსებობა. ვისაც მოსწონს იმან გამოიყენოს, არ არის პრობლემა, უბრალოდ ეს ხელოვნურად რაღაცის აწევა და ხელოვნურად მე ამით გადავაკეთებ გადახდას, თუ ძალიან დიდი კომპანია აკეთებს ამ სტაბილური coin-ით გადახდას, რატო? ამას თუ ახსნის ძალიან კარგი იქნება. შეიძლება არის ისეთი დადებითი რამ, რასაც მე ვერ ხვდები, ან შეიძლება სანდოობა აქვს ამ ადამიანს და ამ DeFi-ს, რომელიც პრინციპში ჯერ არ ჩაშვებულა ნორმალურად და არ ვიცით საბოლოო ჯამში სამომავლოდ რასიზმს და მოკლედ ნახოთ რა როგორ იქნება და დაველოდოთ მოკლედ ამ ყველაფერს ერთზამით ტექნიკურად მაინც გადავამოწმოთ, ასე ვთქვათ, live-ის ლინკი, იმიტომ რომ რაღაც არ ეჭირებაო და ვერ გადავდივართო, ადამიანები გვწერენ, მოკლედ ნახოთ, ეხა ისევ თავიდან გავაზიაროთ, ასევე კომენტარებში დაწერეთ, მოკლედ კომენტარებში დაწერეთ თუ რა გაინტერესებთ, რა შეკითხვები გაქვთ ბაზართან მიმართებაში და ასევე გაგვიზიარეთ თქვენი მოლოდინები თუ როგორ ხედავთ ბაზრის მომავალს. ეხლა რაც შეეხება მეორე სიახლეს და მეორე სიახლე ეხება movement tokens, move tokens, ეგრეთ წოდებულს, რომლის ფასის 14%-ით დაეცა. ეს სიახლეები ახლა რაზეც საუბრობთ ჩვენს Twitter გვერდზე და სანამ გვექნება ჩვენი პლატფორმა და ამ პლატფორმის შესახებ მალეც მოკლედ სიახლეებს და პრეზენტაციას მალე იხილავთ. მოკლედ move პრინციპში coin-თან მიმართებაში, token-თან მიმართებაში უკაცრავად პრობლემები იყო და ეს პრობლემები არის შემდეგი. ეს სტატია რაც დევს Twitter გვერდზე არის მოკლე და ამ სტატიის ქვევით არის უფრო გრძელი, ასე ვთქვათ, სტატიის ლინკი გადასვლა შეგიძლიათ მოკლედ მარტივად ამ გრძელ სტატიაზე, სადაც თქვენ მარტივად ნახავთ თუ რა პრობლემა იყო. Coinbase-მა მოკლედ Coinbase-მა გადაწყვიტა რომ move-ზე ვაჭრობა spot-ზე უკვე აღარ შეეძლებათ თავიანთ მომხმარებლებს რაღაც პერიოდის მერე 15 მაისის მერე, ანუ შეიძლებათ უბრალოდ რა წინასწარ სიტყვაზე მინდა $2 და move coin-ის ყიდვა და ეს ორდერები თუ გამყიდველი გამოჩნდება ამ ფასზე და შეგროვდება შესაბამისი ოდენობის გამყიდველები, ანუ ეგრეთ წოდებული market maker-ები არ გაყიდიან ამ პროდუქტს და რატომ არის market maker-ი პრობლემა, მოკლედ ამას ავხსნით. ერთ-ერთი market maker-ი, მოკლედ სანამ პროდუქტი ეშვება ბაზარზე და სანამ პროდუქტი მიმართავს ბირჟას, მანამდე ეს ადამიანები და ეს პროექტები ქირავენ market maker-ებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რაღაც ოდენობის coins აძლევთ market maker-ებს და ეს market maker-ები, ასე ვთქვათ, ლიკვიდურობას ქმნიან, ყიდულობენ რაღაც ფასის დიაპაზონზე, რათა ასე ვთქვათ, ბაზრის ფასი და coin-ის ფასი ცოცხალი იყოს. ნორმის ფარგლებში ხდება ეს ყველაფერი და ესეთი ჩინური კომპანია არის Web3 პორტი, რომელსაც საიდანღაც 5%-ზე მეტი move coin-ი აღმოაჩნდა. ამბობენ რომ წინასწარ სხვა ადამიანებმა და სხვა პირობებმა მიყიდეს მოკლედ move coin-ი და დაახლოებით 38 მილიონი move token-ზე არის საუბარი, რამაც რის გამყიდვამაც რა თქმა უნდა ფასის ვარდნა გამოიწვია და საბოლოო ჯამში ამის გამოკვლევა ხდება და movement lab-ზე რატო არის ეს მნიშვნელოვანი. movement lab-ი რო გავიხსენოთ მოკლედ Aptos-ის SUI-ს და ასე ვთქვათ move არის აი ეს მესამე კომპონენტი, რაც პრინციპში Facebook-ის ძველ პროექტს აერთიანებს და SUI-ის ფასის ვარდნა მიუხედავად იმისა რომ SUI base
იქემი აქვთ ახლა დუბაიში და დუბაიში არის დიდი შეკრება, ესეც არის განპირობებული ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ამ ამბის მიერ ხომ არ არის შემთხვევით ასე ვთქვათ ეს market maker-ი Aptos-ის და SUI-ის ეკოსისტემაში ჩართული, მოკლედ ამაზე მიდის დავა Twitter-ზე და საუბარი და შესაბამისად მოკლედ ეს ის პრობლემა, რაც არის მუხთან მიმართებაში, გასათვალისწინებელია. სანდოობა ამ კუთხით სანამ არ დადებენ უფრო ვრცელ დასკვნას და ვრცელ ანალიზს, რა თქმა უნდა, პრობლემურია. სწორედ ეს არის ის, როდესაც ვამბობ coin-ების და ტოკენების ფასთან მიმართებაში, რომ საბოლოო ჯამში მოკლედ უნდა შეხედოთ რა სად არის ეს პროექტი, საიდან მოდის, რა არის ამის წარმომავლობა, შემთხვევით რა პროექტს შეიძლება შეეხოს, მოკლედ რამოდენიმე და არც თუ ისე ასე ვთქვათ სუსტი პირიქით ძლიერი მონიტორინგი უნდა აწარმოეთ პროექტების და როდესაც პორტფელში არის 20-ზე მეტი, 30-ზე მეტი საერთოდ ტოკენი ანუ coin-ი, ძალიან რთულია ხოლმე ამის მონიტორინგი და ამას ავამბობთ სწორედ კრიპტო ბაზარში, რომ ჩვენს დაახლოებით რაღაც ეკოსისტემა მაგალითად რაღაც ეკოსისტემაში ლადო ან ავთო თუ არის გარკვეული, მე ვცდილობ რომ ეკოსისტემაზე არ ვისაუბრო, ან სიახლეები არ ვნახო, ან ლუკა თუ არის მაგალითად, რადგან ეს ამი თავისით გააკეთებს ანალიზს და რამე სერიოზული სიახლე თუ არის, ან გადაცემაში იტყვიან, რა ჯგუფში დადებენ, ან ზოგადად პირად საუბარში იტყვიან და ამიტომ ბუნებრივად გვაქვს მოკლედ რაღაცები დივერსიფიცირებული, ასევე კარგია ჯგუფში თუ გააკეთებთ სკავს, რომ მე ეს პროექტები მაინტერესებს, ვინ რომელ ჯგუფებს აკვირდებით ან Twitter გვერდებს აკვირდებით ამ პროექტთან მიმართებაში გავზიაროთ ეს ერთმანეთს თუ მაინც და მაინც ზოგადად ადამიანს არ სიამოვნეს მაგალითად ვიღაცას პირდაპირ მიწევრი რომ შეგიძლიათ ანონიმურადაც დასვათ ეს შეკითხვა, მოკლედ ამის თავისუფლება არის, რისი თქმა მინდა. ვერავინ განსაზღვრავს ამას, აი არავის არ ეცოდინებოდა, შეიძლება რავი ერთი ორ ადამიანმა იცოდა და მეჭერბა რომ ჩვენგან ვინმე სცოდნოდა, რომ აი სწორედ Web3 პორტი, რომელმაც World Liberty Financial-საც მიყიდა სხვათა შორის ერთ-ერთი სტატიას, როდესაც გადავავლე თვალი World Liberty Financial-საც მიყიდა Move ტოკენი, ხო? ანუ ასეთ კომპანიაზე თუ იქნებოდა მსგავსი პრობლემა არ ვიცით, ასევე ერთ-ერთი განაცხადი არის ესეთი, როდესაც ამ ასე ვთქვათ market makers მიყიდეს ეს ტოკენები, თუ არ ვცდები ერთ-ერთი კოფაუნდერის Twitter გვერდზე დაიწერა რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგება მოხდაო და შესაბამისად ესეც აჩენს ეჭვს რომ შეიძლება გარიგებაში იყო ისეთი რამ რაც სრულად აძლევდა უფლებას ამ Web3 პორტს გაიკეთებინა ის რაც გააკეთა და ხშირი არ არის მაგრამ არის ესეთი რაღაცა დააკვირდით ხოლმე პრისეილებზე როგორ ხდება გატანა ტოკენების და აი ძალიან ბევრ ადამიანს არ მოწონს რომ აი unlock-ი რატო ხდება 1 წლის 2 წლის განმავლობაში სწორედ იმიტომ ხდება რომ იმ ინვესტორებმა რომელმაც თქვენზე 10 ჯერ ნაკლებ ფასადან იყიდეს ტოკენი უცებ არ გაყიდონ ანუ ყველას ვერ მოთხოვ რომ არ გაყიდოს რა ადამიანმა იყიდა 10 ჯერ მეტი მოგება დააფიქსირა და შეუძლია გაყიდოს ხო ამიტომ თავიდანვე ადამიანები შვებიან რას კომპანიები შვებიან მსგავს რომ სიტუაციაზე pre-sale-ზე ან private sale-ზე თუ ყიდულობ რაღაცა ტოკენს ან coins უცებ გაყიდვის უფლება არ გაქვს და ამასაც თავის მექანიზმები აქვს. ყოველი მხარე ეს წინასწარ იცის, არავინ არ ამბობს მე რომ აი მე თურმე არ ვწოდნია, არა ძალიან მით უმეტეს private sale-ებზე გაფორმება ხდება ამის ჩვეულებრივად, ან მეორე მექანიზმი არის, ასე ვთქვათ, coin-ის ცირკულირებაში ან მყიდველის საფულეში გადატანა ხდება ნელ-ნელა 6 თვის განმავლობაში, 1 წლის განმავლობაში, წელიწად ნახევრის განმავლობაში, მოკლედ მსგავსი მიდგომები არსებობს და შესაბამისად ამ ხრივაც ყურადღებით უნდა ვიყოთ. კიდევ ერთხელ, ბევრი რაღაც არის გადაჭაჭული ერთმანეთზე, მოლოდინები შეიძლება კარგი ქონდეთ ამა თუ იმ პროექტთან მიმართებაში, მაგრამ სწორედ ამასაა რომ ვამბობ, რომ როდესაც საუბრობ რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ უძლებენ მსგავს ვოლატილურობას, ბიტკოინის ეს ფასი შეიძლება გამოსვლის საშუალებაც იყოს, არა იმ კუთხით რომ კარგი ფასია ბიტკოინიდან გამოსვლის, არამედ 1 წლის წინ და წელიწადნახევრის წინ თუ შემოხვედით ამ სივრცეში, რა თქმა უნდა არაფინანსური შევარი ეს, ვისაც უკვე ნერვები არ გაქვთ და ბიტკოინი უფრო ნაკლებ ფასზე გაქვთ ნაყიდი, ერთ-ერთი შანსია რომ მოგებაში რაღაც დააფიქსიროთ. დანარჩენი სხვა ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ ესე აღმასვლა, უპრობლემო აღმასვლა არ ხდება ეს ერთი, მეორე ბიტკოინის უპრობლემო აღმასვლას არ მიყვება ყველა ალტკოინი, პირიქით შეიძლება ზოგიერთი ალტკოინი ძალიან დავარდეს,
bull market-ში შესვლა არ ნიშნავს, რომ ყველა ტოკენი ან coin-ი ერთი და იგივე პერიოდში დააფიქსირებს იმ მაქსიმალურ ნიშნულს, რა მაქსიმალური ნიშნულიც გაინტერესებთ თქვენ, მოკლედ ძალიან ბევრი ნიუანსია და აი ამ კუთხით, რა თქმა უნდა, თუ თქვენი ნერვები ვერ უძლებს ამ ბაზრის თამაშს, ჯობს რომ პირველ რიგში ნერვებს და ფინანსებს გავფრთხილდეთ და შორიდანაც უყუროთ, არც თუ ისე ცუდიერი შორიდან ამ მსგავსი რაღაცების ყურება. მოკლედ ახლა მესამე სიახლეზე გადავიდეთ და მესამე სიახლე World Liberty Financials არ ეხება ტრამპის ოჯახის და ზოგადად ტრამპის სხვა პროდუქტს ეხება Trump meme coins და მოკლედ ტრამპმა განაცხადა და ეს განცხადება რამოდენიმე კვირის წინ იყო განაცხადა რომ თავისი meme coin-ის 220 holders პირველ top 220 holders შეხვდება მოკლედ ვახშამზე და 25 ასე ვთქვათ 25 top 25 holders უფრო პრივატულად უფრო VIP შეხვედრას მოუწყობს და ეკნებათ ასე ვთქვათ ვახშამი საინტერესო ვახშამი ეს სიახლე რა ვიცი ეს სიახლე რო გითხრათ რაიმე საინტერესოა თქო მოგატყუებთ. ბევრი ადამიანი განიხილავს აი სტატია რაც არის გაზიარებული, ეს სტატია განიხილავს რამოდენიმე ასპექტს. იურიდიულ ასპექტს, მორალურ ასპექტს და სხვადასხვა ასპექტებს. მე როცა ტრამპ მიმქონიზე მეკითხებიან, ვერ ვცემ პასუხს, იმიტომ რომ არ ვიცი ტექნოლოგიურად და ჩარტის კუთხით შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ, ეს არ არის პრობლემა. კიდევ ერთხელ, რა საინტერესო ზონები შეიძლება არსებობდეს ყიდვისთვის ან გაყიდვისთვის, ეს კიდევ სხვა ამბავია. მეორე ნაწილი არის ის, რომ ამას არაფერი არ უდგას უკან გარდა ტრამპის სიტყვებისა. მიმქონი არის, ანუ გასართობად არის შექმნილი, ვიღაცები ვერ გაერთნენ, იმიტომ რომ ძალიან ძვირად იყიდეს და იმ ფასზე აღარ არის ასული, ეს თუ გართობაა ვინმესთვის არ არის პრობლემა, მე მსგავს გართობები არ მიზიდავს პირადად, რომ გითხრათ სიმართლე. და ეს ინაუგურაციის პერიოდს დაემთხვა ეს ყველაფერი, მელანიაც ჩაეშვა მასში, ბევრისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ეს მიმი არის, ბევრს ძალიან მოეწონა, მე არ ვიცი აქ რა არის მოსაწონი. ბევრისთვის მიმქოინობანას თამაში ამ ეტაპის მერე მორჩა რაც კარგი არის, ერთი ეს მომეწონა, დანარჩენი უნდა იცოდეთ, რომ ვინც არ უნდა ჩაუშვას, ხავიერ მილეი იქნება, ტრამპი იქნება თუ რა იქნება, ვინც ჩაუშვებს მიმქოინს და რომელსაც უკან არანაირი ღირებულება არ ექნება, არამე პროდუქტს არ შემოგთავაზებენ, ან არაფერი არ იქნება გამაგრებული და უბრალოდ გეტყვიან, რომ იცი რა, კი VIP კლუბი, ანუ VIP კლუბს გავს აი ამისთვის, მაშინ დაარქვი, რომ მე ვქმნი კლუბს და ამ კლუბში ვუშვებ გარკვეული ოდენობის ტოკენებს და აი ამ ტოკენის ფლობელებს სამომავლოდ გექნებათ რაღაც ბენეფიტები. ანუ ეს არის თავის მხრივ ღირებულება, მაგრამ გასართობად უშვებ მიმქოინს და მე ამბობ, რომ იცი რა მიმქოინის 250 ფლობელს ან ტოპ რაღაცა ფლობელს საბოლოო ჯამში შეიძლება კარგი ამბები ელოდოს წინ. Ну, ჩემთვის პირადად არასერიოზულია. შეიძლება თქვათ, რომ აი ბევრი მიმქონია, რომელიც საერთოდ არაფერს არ აკეთებს და ნიკა რატო ხარ აი ამ კუთხით უმადური, რატომ არ იმაშვებ, რა ქვია, არ ითვალისწინებ მოკლედ ბაზრის ამ ამბავს. საბოლოო ჯამში რო გითხრათ, ამ ტრამპის ამბავი, World Liberty Financial და ასე ვთქვათ, ტრამპ მიმქოინის ბაზრის კაპიტალიზაცია რო დააჯამოთ, არც თუ ისე ცოტა ფული აქვს ტრამპს ამ კუთხით. და ეს უფრო არის ჩემთვის დასაფიქრებელი და რატო არის USD 1-ის ყოფნა ბაზარზე აუცილებელი, სიმართლე გითხრათ, ამასაც ვერ ხვდები. მოკლედ არის ბევრი რაღაც და ძალიან ბევრი მიმართულებით არის ამ სტატიაში განხილული და შეგიძლიათ ნახოთ მოკლედ ეს დეტალები. ასევე თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც Truth-ზე დაწერა თუ არ ვცდები Litecoin-ზე, Cardano-ზე, Solana-ზე და Ripple-ზე და მერე Bitcoin და Ethereum-იც ახსენა ტრამპმა და მანამდე long პოზიციები გაიხსნა ფაქტობრივად ერთდღიანი აღმასვლა და მეორედღიანი დაღმასვლა ასევე ერთ-ერთი შვილის მიერ გაცხადებული რომ აი ახლა დროა რო ეთერიუმი ვიყიდო და მაგის მერე ეთერიუმი რო დაიცა ისე არაფერი არ დაცემულა ალბათ ასევე აი ტოკენ 2059-ში გაცხადებული აი ბანკების დრო ამოწურულია და ბანკები თუ არ მოიქცევიან კარგად ან თუ არ ადაპტირდებიან მოხდება მსგავსი ანუ ამ ადამიანების მიერ ნათქვამი ეს თუნდაც სიმართლეები ან ნახევარ სიმართლეები საბოლოო ჯამში ინდუსტრიას არ ადგება არანაირად
და ნიკოლას ამბობდა ადრე და ლადომას თქვა თუ არ ვცდები რომ ბიტკოინს არ ჭირდება დაუშვათ ტრამპი და ტრამპს და მსგავს ადმინისტრაციებს უფრო ჭირდებათ ბიტკოინი რაც უკვე გამოჩნდა რეალურად სხვადასხვა ჰაიპის მატარებელია ყველაფერი მოკლედ ჩემთვის ეს არ არის ღირებულება უბრალოდ ეს ღირებულება იქნებოდა თუ წინასწარ იქნებოდა განცხადებული იცი რა ჩვენ ვქნით რას ვიპს საზოგადოებას ამ ვიპს საზოგადოების წევრი თუ გინდა იყოს საწევროს ნაცვლად ვისაც უფრო ბევრი ტოკენი გექნებათ შეიძლება თავიანთ საიტზე ეს უდევთ მაგრამ ეს ჩემამდე არ მოსვლა ნუ ღელავთ ეს რომ თავიდანვე ვცოდნო და არც დავაპირებდით მოკლედ მე პირადად არც დავაპირებდი მსგავსი ოდენობით ტრამპის კოინის რომ მცხონდეს ამის საშუალება ყიდვას რომ აი როგორღაც მოხდე ამ ვახშამზე მე პირადად არა მოკლედ ეს საუბრები არ მომწონს საქმის კეთება ჯობს ამ კუთხით და დააბოლოდოთ აი 180 დღეში და 180 დღეც მალე გავა როდესაც კრიპტოსთან მიმართებაში რეგულაციების კუთხით უნდა გადაწყდეს რაღაცები 100 დღე ხო გასული ინაუგურაციიდან აი დააბოლოდოთ შემდეგი 80 დღე და ვნახოთ რეალურად რა შესრულდება როგორ დარეგულირდება ეს ბაზარი ასევე მინდა ვთქვა რომ სხვადასხვა ტრონის CEO-ზეც არის საუბარი და ტრონის CEO-მ ერთ-ერთი შემხლა კონტექსტიდან ამოგლეჯერ ვიდეო, სადაც ტრონის CEO-მ დაინვესტირდა World Liberty Financial-ში და ხო ის აუცრებავ რამოდენიმე კვირაში სიტყვაზე SEC-ის საჩივარი ტრონთან მიმართებაში გაიწვიეს უკან. სხვა პროექტებთან მიმართებაშიც გაიწვიეს უკან, რა თქმა უნდა და ეს ერთ-ერთი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ძალიან მარტივია ყვითელი პრესისთვის ამ ორი სიახლის დაკავშირება. და შეიძლება ეს რაღაც კუთხითაც ეს იყოს. ვიმედოვნებ რომ სექში ეს გავლენები არ არის რომ აიცი რა იქ ვიღაცამ ფული ჩარიცხა World Liberty Financial-ში და საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია რომ შევიწყალოთ ეს ადამიანი იმედია მაგრამ დონემდე არ ვართ მისულები თუმცა კიდევ ერთხელ მსგავსი კავშირები აჩენს ეჭვებს. და ვიმედოვნებ რომ მსგავსი ბუნდოვანება უფრო და უფრო ნაკლები იქნება ჩვენ სივრცეში რადგან ჩვენ სივრცე სტიგმატიზება და ბუნდოვანება საერთოდ არ აკლია. და იმედი მაქვს ესეც გამოსწორდება რაღაც პერიოდის შემდგომ. და ეხლა მეოთხე სიახლე და მეოთხე სიახლე ჩვენი გადაცემის მაყურებლებმა იცით რომ სიახლე არის წარსულიდან. სიახლე არის წარსულიდან, რომელიც თარიღდება 7 მაისից და 7 მაისში მოკლედ ესეთ გადაცემაში NFL-ში თუ არ ვცდები, ხო? NFL-ს SNL-ი უბრალოდ SNL-ს ვინც უყურებთ იცით პრინციპში. მაშინ გამოვიდა ილონს რამოდენიმე სკეჩი ქონდა, ერთ-ერთი სკეჩი იყო ესეთი სივრცე არის, ორი ჟურნალისტი არის და ილონს ეკითხებიან რა არის დოჯკოინი, ჯერ ერთი ეკითხება მეორე დოჯკოინზე ხსნის ყველაფერს, ამბობს ყველაფერს და საბოლოო ჯამში დაიღლება და იტყვის რომ ანუ რას ამბობთ რომ სკამიაო და კიო სკამიაო დოჯკოინიო და დოჯკოინი თუ და მოუნდ თუ რაღაცა ესეც იტყვის და მოკლედ ეს ასე ვთქვათ ვერ მიხვდა ხალხი ფასის კუთხით რა უნდა მომხდარიყო საკმაოდ დაეცა იმ დღეს დოჯკოინის ფასი და შემდეგ გადაცემაში გეტყვით რა ტვიტი მოყვა ამას რომ რას თვლიდა მანამდე უკვე ტაბლოიდებში დაიდო რომ აი დოჯკოინს ხალხის ვალუტად თვლიდა და ეს როგორ თქვა ხუმრობითაც კი და მოკლედ სერიოზული ამბები მოყვა მაშინ 7 მაისი 2021 წლის 7 მაისი უნდა გახსოვდეთ 2021 წლის 19 მაისს კი იცით რა ჩაიშვა ეთერში მოკლედ კრიპტობაზარი ლეგენდარული პირველი გადაცემა ავთანდილის თქვენ შეგიძლიათ YouTube-ზე მარტივად ნახოთ მოკლედ ძალიან მარტივად იწებნება და მაგ პერიოდსაც ნახავთ მოკლედ მაგ პერიოდში ილონის ამბებიც აქტუალური იყო რადგან ნახავთ მაისში როგორ განცხადებებს აკეთებს ილონი და რეალურად მსგავსი რაღაცების ხდება აი მაგიტომ მინდა რომ იყოთ ფრთხილად არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის მართლა ვინ იტყვის საქმეზე რომ მიდგება შეუძლიათ ერთი ნათქვამი 180 გრადუსით შემოატრიალონ და სხვა რაღაც თქვან და მე თქვან რომ აი მე არ მახსოვს მე ეს არ მithქვამს მე სხვა რაღაც ვიგულისხმე ეს მე მართლა ვთქვი ხო არ გეცნობათ მსგავსი გამონათქვამი ხო ამის პრობლემა არ აქვს ამ ხალხს და ის უნდა შევიგნოთ ამას როგორც კი შევიგნებთ ბევრისთვის კი ბიტკოინის ვინც ფლობს და ამ ინდუსტრიაში ვინც დიდი ხანი არის ეს არის ხმაური თუმცა ეს ხმაური რაღაც კუთხით ბაზარზე მოქმედებს და ის რომ აი მე არ მაინტერესებს გარეთ რა ხდება სამწუხაროდ უნდა გაინტერესებდეს
რადგან ამას შეიძლება კასკადური ეფექტი მოხვდეს და ამ კასკადურმა ეფექტმა შეიძლება ლუნასნაირი ეფექტი გამოიწვიოს, ან სხვა მისდაგვარი ეფექტები და მოკლედ აი ამ კუთხითაც ყურადღებით უნდა ვიყოთ. გადაცემის პირველი ნაწილი ამ კუთხით მოკლედ გამოწურულია, სანამ გადაცემის მეორე ნაწილზე გადავალ, შეგახსენებთ მოკლედ Bitnet არის ჩვენი გადაცემის პარტნიორი და ვისაც მარტივად გაინტერესებთ მოკლედ ამა თუ იმ აქტივის შესყიდვა, როგორ ვყიდოთ Bitcoin-ი საქართველოში, არის მშვენიერი ტუტორიალი ლადოს მიერ ჩაწერილი და ეს ტუტორიალი შეგიძლიათ ნახოთ მოკლედ და ახსნილი არის დეტალურად, როგორ შეგიძლიათ შეისყიდოთ თქვენი პირველი კრიპტო რეგისტრაციის კუთხით არ დაგავიწყდეთ მოკლედ ჩვენი რეფერალური ლინკით დარეგისტრირდით და გაიარეთ ვერიფიკაცია და ვერიფიკაციის გასვლის შემდგომ ყველა პროდუქტით მოკლედ მარტივად ისარგებლეთ. ეხლა რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, ვნახოთ მოკლედ ჩარტები. ვნახოთ თუ რა ხდება Bitcoin-ის თავს და პრინციპში ეს შეგვიძლია ახლა გამოვაჩინოთ. საკმაოდ საინტერესო დიაპაზონში არის შესული Bitcoin-ი. არც თუ ისე ცუდი ამბებია და პრინციპში დაემთხვა იმას, რასაც საუბრობდი, რა ვისაც ნერვები არ გაქვთ და ვისაც არ შეგიძლიათ მოკლედ ბაზარზე დიდი ხნით ყოფნა და ვერ უძლებთ ამ რყევებს, ერთ-ერთი საინტერესო დიაპაზონი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ გახვიდეთ ბაზრიდან. წინააღმდეგობა არის, წინააღმდეგობა თუ გადაილახება შემდეგ კი ვიცით მოკლედ სად შეიძლება აღმოჩნდეთ. ასევე ჩაშლილი მოცულობები რო ნახოთ ბაზრის პრინციპში ამ დიაპაზონს ემთხვევა, ანუ ამ დიაპაზონში და ამ ფასზე ყველაზე მეტი ყიდვა-გაყიდვა მომხდარა ნოემბრიდან მოყოლებული. თქვენ თუ აიღებთ, შეგიძლიათ უფრო ადრეული პერიოდიც აიღოთ და ეს ნახოთ. მსგავსი ამბები აქვე არ დაგავიწყდეთ, მოკლედ მსგავსი ანალიტიკა თუ გაინტერესებთ, ასევე თუ გაინტერესებთ თუ ახლები ხართ კრიპტოში, Pixel აკადემიის ვებგვერდზე შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და Pixel აკადემიის ვებგვერდზე შეგიძლიათ ჩვენი კურსები ნახოთ კრიპტოსთან მიმართებაში, კრიპტოს საწყისები კურსი და ასევე ვაჭრობის საწყისები კურსი და ასევე თუ გაინტერესებთ პროგრამირება ან თუ ვინმე საინტერესებს პროგრამირება და სხვადასხვა კურსები, შეგიძლიათ ეს კურსებიც ნახოთ, მოკლედ სულო და გულო ყველაფერი გვაქვს. აი ეს დიაპაზონი არის საინტერესო და აი ამ დიაპაზონს თუ დავიჭერთ კვირის ინტერვალში, რაც ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის, შეგვიძლია ვიხილოთ აღმასვლა. თუმცა ერთადერთი საკითხი, რაც მაწუხებს ხოლმე და ეს რო არ ვთქვა, შეიძლება მაისის ამბები 5 დღეში ფედის გადაწყვეტილება პრინციპს 100% განაკვეთთან ერთად განაკვეთის კუთხით იქნება, დარჩება იგივე 99%-ით რამე თუ არ შეიცვალა, ასევე უნდა დავაკვირდეთ, რას მაისის კუთხით მოკლედ მაისში გაყიდე და იყავი შვიდად და მსგავსი ამბები, ხო? აი ეს ამბებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რა თქმა უნდა, 93%-ით და ივნისში შეიძლება ვიხილოთ, ივნისში ჯერ არ არის გადაწყვეტილება, შეიძლება ვიხილოთ კლება. ბევრი უყურებს რას, მარტო 100% განაკვეთს უყურებს, არა მარტო 100% განაკვეთს არ უნდა დააკვირდეთ, არამედ უნდა დააკვირდეთ საერთოდ 100% განაკვეთის თქმის შემდგომ როგორი არის, ასე ვთქვათ, ანალიზი, ჯერომის ანალიზი ბაზრისა, რა მოლოდინები აქვს, ის ინფლაციის ვარდნა 2.5%-მდე თუ არ ვცდები არის დავარდნილი და სხვადასხვა მონაცემებით მას შორის თროფლეიშენის მონაცემებით 2-ზე დაბლა არის 1.5-ის დიაპაზონშია თუ არ ვცდები, რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, დამარცხებულად ჩაითვალოს ინფლაცია, არც თუ ისე მარტივი პერიოდი იქნება ამ ადამიანისთვის ისაუბროს ამ თემებზე და აი ამ კუთხით მოკლედ შესაძლებელია ეს ამბები. ჩემთვის ეს დიაპაზონი იქნებოდა მნიშვნელოვანი. აქვე ზოგიერთი ინვესტორი და ნახულობ ამ დიაპაზონში რაღაც მოგებებს აფიქსირებს ამა თუ იმ კოინებთან მიმართებაში, ეხლა გადასამოწმებელი იქნება Bitcoin-ის დომინაციის თავს რა ხდება და თქვენი მოლოდინები რაც არის, ესეც გაგვიზიარეთ. ხო, აი დომინაციის თავს ყველაფერი მშვენივრად და იდეალურად ხდება, ფაქტობრივად ის ასე ვთქვათ, ის აღმასვლა, რა აღმასვლაც იყო აქ დაძლეულია. ანუ პირველი დომინაციის კუთხით რო ვთქვათ მარტივად, ეს არის ის ინდიკატორი, რაც გეუბნებათ იმას, რომ აი ბაზრის, მთლიანი კრიპტო ბაზრის 64.87 სტაბილურ კოინებიან ყველაფრიანად და თანხა მოკლედ აკუმულირებულია Bitcoin-ში. Bitcoin-ი არ არის მისული, ანუ გაითვალისწინეთ ორი ფაქტორი, ნახეთ, Bitcoin-მა ახალი მაღალი ნიშნული არ დააფიქსირა და დომინაცია
ბოლო ხანებში 20-21 წლიდან, პრინციპში 20-21 წლის გაზაფხულიდან, ეხლა დააფიქსირა ყველაზე მაღალი ნიშნული ბიტკოინის დომინაცია და წარმოიდგინეთ დომინაცია რო იგივე დარჩეს და უცებ ბიტკოინის ფასი ჩამოვარდეს, ანუ იმ ნიშნულს ვერ გასცეს, რა ნიშნულსაც არის საუბარი. წარმოიდგინეთ, ბევრ ალტკოინს რა დაიმართება, აი ამიტომ არის ლამზე 2 კვირა ვსაუბრობ, რომ ეს არაფინანსური რჩევა, რა თქმა უნდა და გადაცემაში, რასაც მოისმენთ საერთოდ კრიპტობაზარის გვერდზე, YouTube-ზე, Twitter-ზე და ყველგან საერთოდ სადაც კრიპტობაზარია, ყველაფერი არაფინანსური რჩევაა, რა თქმა უნდა. და აქ მაგ ხოლმე საუბარი, რომ ეს შეიძლება ის პერიოდი იყოს, ვინც ასე ვთქვათ, ვიღაცება ნერვები დააზოგოთ ამ კუთხით. მე თავშევიკავებ ზოგადად პროგნოზებისგან, სამოულო პროგნოზებისგან ამ კუთხით, რადგან არც თუ ისე უმადური საქმეა, მოკლედ ეს ამბავი, თუმცა კიდევ ერთხელ ერთი პროგნოზი რაც მაგ გაკეთებული დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თუ 2 წლის წინ ის თუ ახდა ამ წელთან მიმართებაში ყვაყოფილი ვიქნები და ასევე გადახედეთ მოკლედ თქვენ პორტფელებს, გადახედეთ ჯერ Solana ვნახოთ მოკლედ, გადახედეთ ასე ვთქვათ რებალანსირება არის თუ არა რამე გასაკეთებელი 24 საათიან ლაივშიც იყო ავთოს მიერ საუბარი როგორ უნდა დათვალო რისკები ამ კუთხით და უფრო დეტალურად გაინტერესებთ Pixel აკადემიაზე ასე ვისაუბრეთ და რეგისტრაციაც მოკლედ არის და მიმდინარეობს ამ კუთხით აი Solana Bitcoin-თან მიმართებაში რომ ნახოთ არც თუ ისე ძლიერად გამოიყურება თუმცა თუ შევადარებთ Ethereum Bitcoin-ის charts თქვენ ნახავთ რომ ფაქტიურად Solana უკეთეთ დღეში არის, ხო? ეს არის დიაპაზონი 2.0 ტყუილად არ წერია, ფაქტობრივად ეს არის დიაპაზონი, როდესაც proof of work-იდან, ასე ვთქვათ, proof of stake-ზე გადავიდა Ethereum-ი და დაუბრუნდა ამ დიაპაზონს, აი ამ დიაპაზონის მერე ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც შესყიდვების გაკეთება, თუმცა ეს შარტი დადგათ, რომ უფრო უნდა დავაშოროთ და უფრო კარგადაც უნდა ნახოთ პრინციპში საიდან მოდის ეს ყველაფერი და ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ Ethereum-ის pre-sale-ის ფასი Bitcoin-ში რამდენი იყო 2015 წელს და ნახავთ რომ ფაქტობრივად ეს რაც ხდება ჩარტზე არის სრული კატასტროფა და მსგავსი სრული კატასტროფა კიდევ ერთხელ შეიძლება სხვა ალტკოინებთანაც მოხდეს და ამიტომ არის ბევრი ანალიტიკოსი თვლის რომ შეიძლება ეს bull market-ი იყოს ალტკოინებისთვის და ერთ-ერთი თეორია, ჩემი თეორიაც არის ის, რომ ზოგადად პროექტები უნდა შეიქმნას უბრალოდ ტოკენი, ასე ვთქვათ და მათი კოინების არსებობა რამდენად საჭიროა ამაზე უნდა ჩამოყალიბდეთ. ხომ არ ჯობს სიტყვაზე პროექტმა პრობლემა გადაწყვიტოს და დაფინანსებები აიღოს ბიტკოინში პირობითად ან მსგავს რაღაცაში. ტოკენიზება რამდენად უპრიანია ყველაფრის ტოკენიზება და ეს ტოკენიზება რაღაცა ახალ ფაზაში ხوار გადის კი თქვენ შეგიძლიათ რაღაც გაყიდოთ ან თანხა შეაგროვოთ იმისთვის რომ რაღაც პროექტი წამოიწყოთ. უბრალოდ პროექტი როცა მუშაობს, აი მის ტოკენიზება ეს ცოტა სხვა რაღაცა არის. თუ მაგალითად პროექტის შესაქმნელად გინდათ თანხა, ეს საერთოდ სხვა სიმღერა არის. ამას შეგიძლიათ სხვადასხვა ტერმინები დაარქვათ, ასე ვთქვათ, იურიდიულად. ამ კუთხით კიდევ სხვა არის ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ, დავაკვირდებოდი მე თქვენ ადგილზე, თქვენ ალტკოინებს და ამის მიხედვით მივიღებდი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ეხლა ვნახავ მოკლედ კომენტარებს. თუ რა კომენტარები არის და რა ხდება მოკლედ ბაზარზე, ჯერ Facebook-ზე ვნახავ, Facebook-ზე არ ჩანს კომენტარები, რატო არ ვიცი, შეიძლება არც არის და ვნახოთ ახლა YouTube-ის კომენტარები, თუ YouTube-ის კომენტარებიც არ არის, მოკლედ მეც ნელ-ნელად დაგემშვიდობებით, ხო, არ არის შეკითხვები, წარმატებები, მოკლედ YouTube-ზე რაღაცა წერს წარმატებებს და თქვენს წარმატებები რა თქმა უნდა. მოკლედ შევაჯამოთ გადაცემა. გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრე იმ სიახლეების თუ რა სიახლეებიც არის ბაზარზე. არაფერი კატასტროფული, არაფერი სენსაციური
გაფრთხილებული ხართ ყველანი, ყველაფერზე ინფორმირებული ხართ ისიც მეტნაკლებად როგორ მოიქცეთ, დანარჩენი უკვე გადაწყვეტილებების მიღება თქვენ ხელშია, გადაცემის მეორე ნაწილში შევეცადე მოკლედ ვისაუბროთ ბაზრის სიტუაციაზე, ასევე შეგახსენეთ, რომ არის მოკლედ Pixel აკადემიის კურსები, სადაც შეგიძლიათ თქვენ მარტივად დარეგისტრირდეთ და კრიპტოს მიმართულებით თუ ბაზისები გაინტერესებთ, ავთოს კურსზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, თუ სიტუაცია ვაჭრობა ამ მსგავსი რაღაც გაინტერესებთ, ჩემს კურსი, ასევე პროფესიონალური მოვაჭრეებისთვისაც დაგვემატება კურსი, რომლებიც გაიმარტივებენ სამოუარო ცხოვრებას, მოკლედ თეზის კურსიც დაემატება მალე და ასევე ვისაც გაინტერესებთ მოკლედ პროგრამირება და სხვადასხვა საინტერესო კურსები, შემოვიძახდით Pixel აკადემიის ვებგვერდზე და სულ და გულო თითქმის ყველანაირი კურსი იქნება მალე. ეხლა მესამე ნაწილში შევეცადე რომ კომენტარები მენახა, მაგრამ არ იყო ეს კომენტარებიც, მოკლედ შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი, Bitnet-ზე ყველანაირი ოპერაციის გაკეთება, რაც კრიპტოს ეხება, შეგიძლიათ მარტივად როგორც ონლაინ და ასევე ოფლაინ. ოფლაინისთვის ჩვენ შეგიძლიათ ჩვენ ჯგუფში ნახოთ აპინული პოსტი და მიყვეთ მოკლედ ამ ინსტრუქციებს. და დანარჩენი შაბათ-კვირა არის, კვირის დახრვას დაველოდებოდი მე თქვენ ადგილზე, თვის დასაწყისია, ახალი ენერგიები არის, 96,000 საინტერესო დიაპაზონი იქნება, ნახოთ აბა კვირა ამ კუთხით როგორ დაიხურება და ასევე 5 დღეში საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში, რომელიც რა თქმა უნდა არ შეიცვლება, აქ რა ანალიზი გვექნება, მოკლედ 4 შაბათს პრინციპში კრიპტობაზარში გნახავთ, კრიპტობაზარი გადაცემა პარასკევამდე გემშვიდობებად დროებით. Yep.